მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხანძაშვილი, თქვენ ყოფილი შემოგხსნათ თეოდორის მეთოდებში. ოღონდ დღეს ცოტა განსხვავებული ზეოს შემოგთავაზებთ. განხილვა იქნება ჩემი თოფის, რომელიც მაჩო-მაჩუხა, ერთი კვირის უკან. მოგესალმებით. დღეს პატიოსნად გადავიფორმებ თოფი, ჩავაბარე გამოსცა ჩემო მეგობრებო და უკვე შემიძლია რომ ეს თოფი უკვე შევინახო სახში, როგორც საჭიროა, როგორც წესები მოითხოვს, როგორც მუხლები მოითხოვს ჩემო მეგობრებო. და ეხლა გავტესტავთ უკვე დღეს უკვე ჩემი ახალი თოფით უკვე გავახორციელებთ. რამდენი მეტრში? 25 მეტრში ვნახავთ წვრილ საფანს დაჯგუფებას, როგორ დააჯგუფებს და შემდეგ უკვე გადავდათ 30-40 მეტრში და ვნახავთ წვრილ საფანზე და კარტეჯში 9 მარცვლინას. მოითხოვეთ მეგობრებო, რომ განხილვა გამეკეთებინათ ჩემი ახალი თოფის, რომელიც მაჩო-მაჩუხა და აგერ ეხლა განხილვას წეთ რა. დეტალებში აღიხსნით ბაჩო თოფის შესახებ, იმიტომ რომ მე პირადად თოფი და ნადირობა არ ვიცი და პირადად ეხლა ბაჩო აღიხსნით ყველაფერს ამ თოფის შესახებ. აბა ეხლა ბაჩოს მოусმინოთ. მეგობრებო, ეს იარაღი არის ბერიკას ფირმის თურქული წარმოება. ფირმა რომელიც ქვეცლებია შემოგაქვს და ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენც და მომხმარებელს. ეს არის ერთლულიანი 12 კალიბრი გლუვლულიანი სანადირო თოფი. ჩახმახით და განაჩენს უკვე გაჩვენებთ ჭრას, იტანას და დაჯგუფებას. იარაღი საფარის შეგვიძლია დავიწყოთ. მოკლედ, როგორ მუშაობს ეს იარაღი? გვაქვს იარაღის გამღები პრობკა, რომელსაც გავაღებთ, არის ინჟექტორზე და ასევე დავკეტავთ. არის სასხლეთზე. ჩვეულებრივად ეხლა არის უკვე საბრძოლო მდგომარეობაში. თუ ჩვენ არ გვინდა რომ იარაღი უბრალოდ თუ ჩვენ გვინდა რომ განმოხტოთ იარაღი ისე ვიტყვი არ გავისრულოთ, ვიჭერთ ჯახმახს, გამოწევთ სასხლეთს და ნელა დავუშვებთ ჯახმახს. სო, შეგვიძლია უკვე გადავხსნათ და ტყვია ამოვხოთ. ისე ბაჩო, მიდი აბა, ჩადე, ტყვია, დახურე იარაღი. სო, ახლა შეგვიძლია მიმართო სამიზნისკენ. სასხლეთში თითი გასროლის შემდეგ. პირველად გავისროლე თოფი, ხა გამისროლე სწორებაში. რაღაც მოვახვეხე. აია? მაგარი ჯგუფია. კი. მე ხედავ, აბა ნაჩვენე კარგად. ამას ახლა მოვნიშნავ და უკეთესად დავნიშნავ. ჩემი პირველი თოფია. მე ცხოვრებაში თოფია გამისროლია რა. და პირველად მქონდა შეხება ხა თოფთან. ახლა კარგიაო ბაჩო იძახის. ახლა უფრო უკეთესად გამოჩნდება. ახლა უფრო კარგად გამოჩნდება. სუსკაია? მაგარი. კაი შუაში დაუმიზი კარგად რა. არა, ცენტრია ხაღები. კაი ხო? მიწაზე კი მიაყარა, მაგრამ არა უყურე. ცოტა დაბლა მოუვიდა. დაბლაც არის და იმდენ. ამაზეც მიაყარა მიწაზეც. არა, პირველი გასროლა და ამოგვაქვს. ანუ წერი მკვდარია. კი. წერი ყველა ვარიანტი. ყველა ვარიანტი. ცენტრში. წაჭი გიგე თალი მოხდეს ვარდება. 1 2 3 კაი რა? ტყვიაში ზის. კაი, კომფორტული სასროლია მეგობრებო, ეხლა ისე რომ რაღაცა საშიშროება იყოს, მხარი ამოგიგდოს, ეგეთი რაღაცა არის მეგობრებო. თუ გადა დაუმიზნებთ, კარგად გაისვრით რა. ეხლა გადაითვალა ბაჩომ და უკვე 40 მეტრზე ავდივართ მეგობრებო. 40 მეტრში გადავდივართ. გადაწყვეტი. საფანტია და ეს რომ გაფანტავს უეჭველი. საფანტი უნდა გაიშალოს. ხო, უნდა გაიშალოს. ეს კიდე გაშლის. ხა ვისვრით 3 ნომერს 40 მეტრში. აბა ისურდო რომ იგი ჩადე. დახურე. გაიშვირე და ეხლა სასხლის გადმოწიე. 40 მეტრშიც მივიდა მეგობრებო. ჩვენი
დაბლა და მარჯვნიდან ნასრო. ხო რა. ვიყვა. ახლა ამდენ მეტრში ვიწყდი. ვიზის 6 ხვია ვიზი თუ. ეხლა იდეო მარჯვნზე ვიწყდით კარტეჩი. და ნახოთ ცხლიდან ამოწმებას. ეხლა ვისვით კარტეჩს 9 ბარცვლიას და ვნახოთ კარტეჩის დაჯგუფებას. აიშვილი სამიზრისკენ ჩახმახი გადაეწიე გოლი დაასწორე წაიო საბაჩო там ხოდა ხო აი იქიდან გახვრიტა იქ რაღაცა კი ჩართული ხო კი დააწვიდათო. ცო? აუ მაგრად ისროლა ბაჩო, აი მე დააწვიდა რა იქრევე. საღოლ სამი ცალი მივიღეთ. მე დიდები მეგობრები. სამცალმა ნახე რა გააკეთე, ეგრევე დააწვიდა. ვენერი. მეგობრებო, ამით აგემშვიდობებით. თოფი გატესტილია. გავტესტეთ სხვადასხვა ტყვიებით, ზომების მიხედვით რა თქმა უნდა და რავი, მადლობა კიდევ ერთხელ ბაჩოს ამ საჩუქრისთვის. და კიდევ ერთხელ გამეორდები რა, ჩაბარებულია, ჩავაბარე დღეს, გამოცდა და აგიტომაც მოხი არა. გამოსა ჩააბარეთ მეგობრებო, ისე არ ინადიროთ, ისე არ შეიცნოთ თოფი და ასე შემდეგ. აბა დროებით მეგობრებო, წარმატებები.